ევროპული მოვლენა არის ქართული პროფესიული მუსიკა. პროფესიული კლასიკური მუსიკა, რასაც კლასიკურ მუსიკას ვეძახით, ეს არის ევროპის წიაღში დაბადებული მუსიკალური უნივერსალური მუსიკალური ენა, რომელიც მართალია ეთნო მუსიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არის ის ენა, რომელიც ხელმისაწვდომია, გასაგებია ეთნოსის მიუხედავად. და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მუსიკა დღეს კლასიკური მუსიკა საერთაშორისო ენაა და ის თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ეს მოცემულობა, როგორი ჩვენთვის გახდა ორგანული, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი იცით გუშინ სტუდენტს მეუბნებოდი, ერთია შენი ძალის ხმევა და ნება და მეორეა, როდესაც რაღაცას ინტუიციით და შენი რაღაცა გენეტიკური აზროვნებით და ისტორიით ბუნებრივად იღებს. სწორედ ესეთი მოცემულობაა კლასიკური ქართული მუსიკა, რომელიც ევროპულის ნაწილია. 1919 წელი ეს არის წელი, როდესაც 3 ოპერა დაიდგა ოპერის თეატრში ქართულ ენაზე და ისეთივე ორგანულია ეს მოცემულობა ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი ევროპული დიდი ქალაქისთვის და ისეთივე საყოველთაო ენად იქცა საქართველოში დაფუძნებული ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს, როგორიც ეს არის ევროპაში. ამიტომ მუსიკოსებს ამაში ინსტინქტების დონეზე არ გვეპარება ეჭვი, რაც ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც მაინც ხელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია და მეცნიერება და განათლება მით უმეტეს, იცით, ხშირად ვეუბნებიან ხოლმე, რომ ის 3 წელი, 4 წელი, როდესაც მუსიკა იყო დამოუკიდებელი საქართველოში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი შემდგომი ჩვენი განვითარებისა და რომ არა იყო 3 წელი, ჩვენ არ ვიცით დღეს ჩვენი მუსიკალური ყოფა როგორი იქნებოდა. ამიტომ, როდესაც არის ხოლმე ესეთი რჩევები, რომ შეიძლება ჩაკეტი საზოგადოებაში დიქტატორის პირობებში ხელოვნება რაღაცა იპოვოს თავისი ადგილი, ეს ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ დათრგუნული ადამიანი ვერ ქმნის ღირებულ ხელოვნების ნიმუშს. და ჩვენ, იცით, არ ვიცით ამ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ვიყავით აი ამ წნეხის პროცესზე 200, მაგრამ მე მუსიკაზე რა ხალხს საუბრობ, ვიტყვია მაშინ აღვას, რომ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, რამდენი პროფესიონალი დავკარგეთ სწორედ იმის გამო, რომ აი ეს უნდარები გადაირჩინოს თავი, აი ამ სამყაროში არ აღვაჩა. ამიტომ უპირობოა ჩვენი ევროპული არჩევანი, თავისუფალი არჩევანი და მით უმეტეს ჩვენ ვართ ქრისტიანული კულტურა და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანულ კულტურაში ადამიანმა იცის, რომ მისი ძალის ხმევის შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი ადამიანის ბრძოლის და ძალის ხმევის შედეგი ასე უბრალოდ იოლად არაფერი მოდის და აი ახლოსალურისგან განსხვავებით, სადაც ესე მოგვიწოდებენ, ესე ვთქვათ, შევერწყათ ბუნებას და ისე ძალიან არ ჩავებოთ ამ ყველაფრის გადაკეთებაში. მე მაინც ჩემ თავზე ვიგრძენი 27 ოქტომბერს, აი ისე მივალ ამასთან ძალიან პირადი ტკივილი იმისი, რომ შეიძლება ვიღაცამ მე გადამიწყვიტოს აი ეს სწორედ ჩემი ცივილიზაციური არჩევანი რა იქნება. ამიტომ აი ამ შეგრძნებას, რომელიც მე გამიჩნდა, ვერავინ ვერ მიკარგახებდა გარედან, ეს არის ჩემი ქვეყნის, ჩემ ოჯახში გაზრდილი ადამიანის ბუნებრივი შეგრძნება. ამიტომ საქართველოს გილოცავთ ამ დამოუკიდებლობის დღეს და ეჭვი გამეპარება როგორც ერთ ადამიანს, ისე როგორც ვიცით, მინიმუმ 80% საქართველოში, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი უალტერნატივო გზა.